ბიუჯეტის შესახებ და სხდომაზე განსახილვენ რამდენიმე საკითხზე კითხვები ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ბაკურ გელაშვილს. მან ხელფასების მატებაზე და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მის პრეტენზიებს სხდომის დასრულების შემდეგ ბორჯომის მერმა უპასუხა. მე ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ 2023 წლის ბიუჯეტს იმიტომ არ დაუჭირე მხარი, რომ აქ სიპებთან და აიპებთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს უამრავი კითხვები, არის ძალიან ბუნდოვანი და გაბერილი შტატები, მაგრამ ამ ბიუჯეტის ყველაზე დიდ ღირსებად მე ვთვლი, ეს არის სოციალური პროგრამები, რომელიც მართლაც გამორჩეულია ზოგადად ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით. თუმცა იმ სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორც იყო ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით, სიპებთან და აიპებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რა მუხლი და ციფრი ჩემთვის ბუნდოვანი იყო და აქედან გამომდინარე არ დაუჭირე მხარი. ეს იყო სხდომა, სადაც ასლის სწორია დედათან დაამოწმა მუნიციპალიტეტმა. ეს გახლავთ მერის საშტატო ნუსხის, ასე ვთქვათ, დამტკიცება, სადაც სამ სამსახურს არქიტექტურას, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურს და შესყიდვებს მოუმატეს სამსთან ყველას არ ამავე სამსახურებში. 24-დან 26%-მდე ხელფასები, მაგათაც სამსახურის უფროს გაეზარდა 620 ლარით და ზოგიერთ სპეციალისტს 10%-ით. დანარჩენ სამსახურებს არ მოუმატეს, სამწუხაროდ განმარტება მერიისგან არ არსებობს და აგერ თქვენც უყურებთ სხდომას, თუ რა იყო ამის, ასე ვთქვათ, დიფერენცირების მიზეზი და აი დატვირთვა აქ მეტი. როგორ 51 მილიონი უნდა გადახარჯოს საფინანსო სამსახურმა, ნაკლები დატვირთვა აქ სიტუაციაზე. მე აგერ მოვიტანე ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებული და ვაჩვენე სხდომაზე შესრულებული სამუშაოები. ამ სამსახურს მოემატა 26%-ით და მაგალითად სოციალურმა, რომელიც 3 მილიონი უნდა გახარჯოს და მოქალაქეებს სიცოცხლის საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული, ასე ვთქვათ, ხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს, იმას 10%. უბრალოდ ეს ლოგიკაში არ ჯდება და ჩემთვის გაუგებერია, რატომ და რის გამო დაახარისხა სერვერი და სავარაუდოდ ეს შეიცავს დისკრიმინაციულ და მიდგომას სამსახურებს შორის, იმიტომ რომ სტატუსი ერთი აქვს, თანამდებობა ერთი აქვს, ერთი შენობა, ერთი სტრუქტურა და შესაბამისად რთულია ამოხსნა ეს ლოგიკა, რატომ გააკეთა მერიამ ასეთი მიდგომა თავის თანამშრომლებზე, თავის პოლიტიკურ გუნდზე და დღეს მერს და მის მოადგილეს შეეძლო, რომ გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი დაეგროვებია აი ამ სამართლიანი გადაწყვეტილების